დღევანდელ მოხსენებაში ვაგრძელებთ თბილისის ურბანიზმში გამორჩეულ მოქალაქეთა ცნობიერების ნაკადის თემას, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩუბინაშვილის ცენტრში მოწყობილ კონფერენციაზე იყო წარმოდგენილი. ცნობიერების ნაკადი, როგორც მოვლენა, ნათლად ჩანს მე-19 საუკუნის თბილისის ურბანიზმში. ერთ ურბანულ ინიციატივასთან დაკავშირებული პროცესის მასალებზე დაკვირვებისას. 1155 წლის წინ, 1879 წლის 5 ნოემბერს, ქალაქ თბილისის სათათბიროში ჩატარებულ სხდომაზე განხილული ყოფილა სათათბიროს ხმოსნის ნიკო ნიკოლაძის წინადადება თბილისის ისტორიულ ნაწილში, ძველ ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით და გოგირდოვანი აბანოების ექსპლუატაციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ახალი ფართო ქუჩის ბულვარის გაჭრის შესახებ. ეს წინადადება 5 წლის განმავლობაში სათათბიროში რამდენჯერმე იყო განხილული. სათათბიროს ოფიციალური საბუთები და გაზეთ კავკაზის ინფორმაციები კარგად ავსებენ ერთმანეთს. საერთო სურათი კარგად ჩანს, რადგან მათში ერთ ურბანულ იდეაზეა საუბარი. აქ მოვიტანეთ ნიკო ნიკოლაძის რუსული ტექსტების თარგმანი შემოკლებული სახით, თუმცა ჩვენთვის საინტერესო დეტალების გამოყოფით. ყველას ვინც ოდესმე ყოფილა თბილისში, წერს ნიკო ნიკოლაძე, ახსოვს ქალაქის ძველი ნაწილის მიხოელ-მოხოული და ძნელად გასავლელი ქუჩათა ქსელი, სადაც დიდი დაბრკოლებებით მოგიწევთ ფეხით ან ეტლით გადაადგილება. მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ამიერკავკასიის მთელი საბითუმო ვაჭრობა მოძრაობს ძველი ქალაქის ამ ქუჩა-ბანდებში და რომ ეს სამოძრაო ხაზი წარმოადგენს რუსეთსა და კავკასიის გუბერნიის სამხრეთ ნაწილებს შორის კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებას. ქალაქის ეს ნაწილი კავკასიის სამხედრო ოლქის უმთავრესი მონაკვეთია, ამიერკავკასიის სტრატეგიული სატრანზიტო გზის კულმინაციური ადგილი. გახსოვთ ალბათ, რა წარმოუდგენელი შრომა და ძალისხმევა დასჭირდათ მძიმე სამხედრო მარაგის, საარტილერიო ტვირთების გატარებას ქალაქის ამძველ უბანში. ამ ვიწრო მიხოელ-მოხოელ ქუჩებში მთელი დღეები იდგნენ პოლკები და სამხედრო კოლონები. ხაზინა დამატებით ფულს იხდის სამხედრო კურიერების და სიზიმეების გადაზიდვის შეფერხებისათვის. მისი მთავარი სამხედრო კომუნიკაციის ამ ერთ გაუვალ ვერზე ერთი შემხედრი ეტლის ან ურმის გამო. ამგვარმა უმსგავსობამ მიმიყვანა აზრამდე მეცა და რაიმე საშუალების მოფიქრება ამ ბოროტების აღმოსავლელად. აქ ჩანს თუ რატომ დაინტერესდა ნიკო ნიკოლაძე ამ ურბანული პრობლემით. ამავე საკითხის შესახებ ოქვის ოფიციალურ ასლში არის სხდომის მდივნის ჩანაწერი. თავისი განცხადების დაწყებისთანავე ხმოსანმა ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ იგი იხდის თავის ვალს, მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე აცნობა ხმოსანმა ივანასიანმა მისი წინადადების ამ სხდომაზე წარუმატებლობის შესახებს. ხედავთ, რომ გამორჩეულმა ხმოსანმა მოქალაქემ თავიდანვე გააფრთხილა ავტორი. ნიკო ნიკოლაძის ამ პროექტს სათათბიროში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, რადგან სათათბიროს წევრთა შორის შუაბაზარზე განლაგებული სავაჭროების ფლობელნიც იყვნენ და მათ მომგებიან კომერციას ახალი ბულვარის აგების შემდეგ მათი აზრით კონკურენცია და საფრთხე ელოდა. სწორედ აქ არის ის ფარული და უმთავრესი წინააღმდეგობა, რომელიც სულ წინ ხდებოდა. აღნიშნავს ნიკო ნიკოლაძე. სათათბიროს წევრთა კერძო მესაკუთრებული ანგარების გამო ქალაქის სათათბირო არათუ მისი წინადადების განხორციელების, არამედ სერიოზული განხილვის წინააღმდეგიც კი იყო. გაზეთის ცნობით ხმოსან ნიკოლაძის წინადადებას არავითარი დადგენილება არ მოყოლია. მიუხედავად ამისა, იგი კიდევ რამდენიმე წელი აგრძელებდა თავის წინადადების წარდგენას სათათბიროში. ნიკო ნიკოლაძე წერს, უნდა გამოვიყენოთ ის მეთოდი, რომელთაც ბრწყინვალედ გადაწყვიტეს ქუჩათა ქსელის პრობლემები პარიზში, ვენაში, მოსკოვში და სხვაგან. ქალაქის სასარგებლოდ ექსპროპრიაციით უნდა შევიძინოთ მიწის ზოლი ერევნის მოედნიდან აბანოების და ვორონცოვის ქუჩების გადაკვეთამდე. სიგრძით 400, სიგანით 30 საჟენი. სამჯერ მეტი, ვიდრე საჭირო 10 საჟენიანი სიგანის ახალი ქუჩისათვის.
ამ ზოლის შუა მესამედი იქნება ქუჩა ბულვარი, რომლის ორივე მხარეს დარჩენილი მიწის ორ თავისუფალ ზოლს აუქციონზე უფრო კერძო პირებზე გადაყიდვით ქალაქი დაფარავს ახალი ბულვარის აგების ღირებულებას. წარმატება უდავოა, აღნიშნავს ხოსანი ნიკოლაძე. ვინაიდან ბულვარის აგების შემდეგ ამ ორი მიმდებარე ზოლის მიწის ღირებულება 5-ჯერ და 6-ჯერ გაიზრდება დღევანდელ ფასებთან შედარებით. ჩემი ეს პროექტი ერევის მოედანზე ყოფილი დიდი თეატრიდან სწორი ხაზით გადის ანანოვისა და მანტაშევის ქარვასლის და ბნელი რიგების წინ მეიდნის შუაგულამდე. ბულვარი გაივლის შუა ბაზრის უკან მდებარე დაბალფასიან მიწებზე. გვერდს აუვლის მთელ სომხურ ბაზარს. არ შეეხება და არ დაანგრევს არც ერთ კაპიტალურ ნამდვილად ღირებულ შენობას და არ შეეხება არც ერთ ეკლესიას. ბერძნულ ეკლესიას მეიდანზე, სომხურ ნორაშენს, ჯვარის მამას და კათოლიკურ ეკლესიას ფასადები ბულვარზე ექნებათ. მთელი ბაზაზღანა, მიმდებარე ქარვასლების ფლობელები და ბნელი რიგების ვაჭრები, რომლებიც თბილისში ფრიად დაუზრებელ ძალას წარმოადგენენ, შექმნიან წინააღმდეგობას და აჟიოტაჟს აღზრდავენ ყველა ამგვარი მცდელობის გამო. ამიტომ მათი საწინააღმდეგო მოქმედების თავიდან დასაცილებლად ბულვარი ისე დავხაზე, წერს ნიკოლაძე, რომ მისმა გატარებამ არათუ არ გააუფასუროს ეს ამაზრზენი კლოაკები, არამედ გაასამაგოს მათი ღირებულება. ძველი ქალაქის ურბანული სტრუქტურის ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნების საფუძველზე ნიკო ნიკოლაძემ შეადგინა რეკონსტრუქციის კონცეპტუალური პროექტი. გამონახა განხორციელებისათვის აუცილებელ სამუშაოთა წარმოების მეთოდი და თანმიმდევრობა. მიანიშნა ახალი ქუჩის ბულვარის განლაგება. გამორჩეული მოქალაქის ხოსან ნიკო ნიკოლაძის ამ ურბანული წინადადების მიზანია ისტორიული ნაწილის ცენტრში შუა ბაზრის გარშემო და მიმდებარედ ქუჩათა რეკონსტრუქციის აუცილებლობის დასაბუთება. არსებითად ეს არის ნიკო ნიკოლაძის არაპროფესიონალი ურბანისტის ფენომენი მოქალაქის მიერ მოფიქრებული კონცეპტუალური ურბანული პროექტი. ამ შემთხვევაში იგი მოქმედებს როგორც ქალაქის გამორჩეული ფენომენი მოქალაქე, ფენომენი ხმოსანი, როგორც იმდროინდელი ცნობიერების ნაკადის მონაწილე და ამ ნაკადის შემადგენელი ნაწილი. ფენომენი ხმოსანი მოქალაქის ეს ურბანული იდეა მრავალმხრივ გააზრებულ კონცეპტუალურ წინადადებაა. სრული გააზრებით გამორჩეული ეს პროექტი კონცეფცია არის მე-19 საუკუნის მხოლოდ ერთი ურბანული ეპიზოდი. ნიკო ნიკოლაძე ხშირად ახსენებს პარიზის, ვენის, მოსკოვის, პეტერბურგის და სხვა ქალაქების ამგვარი რეკონსტრუქციის წარმატებულ მაგალითებს. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხმოსნები ანუ იმ ისტორიული პერიოდის გამორჩეული ფენომენი მოქალაქეები ამ ევროპული მაგალითებისადმი მის დამოკიდებულებას ვერ იზიარებენ, მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებასაც კი აცხადებენ, რადგან მათ, როგორც ნიკოლაძე აღნიშნავს, აქვთ პირადი კომერციული ინტერესები. ნიკო ნიკოლაძემ ხმოსნები ვერ დაარწმუნა ქალაქის საკრებულოში კენჭისყრისას მისმა ურბანულმა იდეამ მხარდაჭერა ვერ მიიღო. გამორჩეული ხმოსან მოქალაქეთა ევროპული ურბანული მიდგომებისადმი უარყოფითმა შეხედულებებმა გაიმარჯვა. ძველი ქალაქის ქუჩათა ქსელის გაუმჯობესების ურბანული იდეა არ განხორციელდა. როგორც ჩანს, ცოცხალი ისტორიული ქალაქის განვითარების პროცესში, ზოგ ისტორიულ ეტაპზე გამორჩეული მოქალაქის პირადი ინტერესი უპირველესი ხდება საზოგადოებრივი ინტერესის წინაშე. როგორც ჩანს, იმდროინდელ გამორჩეულ მოქალაქეთა სურვილები და შეხედულებები პირად ინტერესებს ვერ ცილდებოდა. თითქმის ისევე, როგორც დღევანდელ გამორჩეულ მოქალაქეთა პირადი ინტერესები ხშირად ვერ ცილდება საზოგადო ინტერესებს ქალაქის განვითარების პროცესში. აქ იბადება კითხვები. ხომ არ არის დღევანდელი თბილისის გამორჩეულ ანუ ფენომენ მოქალაქეთა ურბანული შემოქმედება, ადგილობრივი საუკუნოვანი ურბანული ფილოსოფიის გაგრძელება და ასახვა დღევანდელ ურბანიზმში. ხომ არ არის ერთის შეხედვით ურბანიზმისაგან შორს მდგომი ფილოსოფიური მიმდინარეობა, ფენომენოლოგია, თბილისური ურბანული ფენომენოლოგიური ფილოსოფია.
იქნებ ეს ნიშნავს, რომ რეალურ თბილისურ ურბანიზმში გამორჩეულ ქალაქსა და გამორჩეულ მოქალაქეებს შორის წარსულშიც არსებობდა და დღესაც არსებობს ფსიქოლოგიურ-სოციალური ფენომენოლოგიური ურთიერთობა. იქნებ უძლელესი ბუნებრივი მეთოდებით ბუნებრივად დაგეგმა და მართვა არის ცოცხალი ქალაქის განაშენიანების განვითარების, ანუ ცოცხალი ურბანიზმის არც თუ ისე დიდი ხნის წინ მივიწყებული მეთოდი. რადგან თბილისი ბუნებრივად წარმოქმნილი თავისთავად ცოცხალი ქალაქია და ეს მისი ისტორიული თავისებურებაა, ამიტომ იგი მუდმივად ავლენს ცოცხალი ქალაქის ურბანულ გენეტიკას, რომელიც მუდმივად მოქმედებს ქალაქის განვითარებაზე. ამიტომ, თუ ქალაქი ბუნებრივია და ცოცხალია, მისი ფორმაც ურბანული გენეტიკის შესაბამისად მუდმივად ვითარდება. როგორც ჩანს, ბუნებრივად ჩამოყალიბებული ქალაქის მუდმივ უწყვეტ ფორმირებას ფენომენი მოქალაქენიან ხორციელებენ. ყურადღებას აქცევენ ბუნებრივ ასპექტებს, ტერიტორიის გეოგრაფიას, ადგილის გეოსტრატეგიულ მდგომარეობას და ითვალისწინებენ უამრავ პირად მოთხოვნებს. ცოცხალი ქალაქის წარმატების საფუძველს მისი გეოგრაფიული მდებარეობა ადგილი განსაზღვრავს, აქედან იღებს სათავეს ქალაქის წარმატებაც, რაც ბუნებრივად ცოცხალ ქალაქ თბილისზეც ვრცელდება. აქ იკვეთება თბილისის ურბანული გენეტიკის გავლენა. წარსულ ეპოქების ფენომენი მოქალაქეებს თვითნებურ ურბანისტებად მოღვაწეობის შედეგი. ალბათ თვითნებური ურბანიზმის სოვიერების ნაკადიც გამოვლენაა სწორედ იმ ურბანული გენეტიკისა, რომლის შესაბამისად თბილისის განაშენიანებას ქალაქის ისტორიის უძველესი დროიდან მოქალაქეები ქმნიდნენ და ბუნებრივად წარმოდგენილი ურბანული ფორმა ისევ ფენომენ მოქალაქეთა მიერ აგრძელებს ბუნებრივად ჩამოყალიბებას და განვითარებას. სწორედ ამ მოვლენის აშკარა კვალია ნიკო ნიკოლაძის მიერ წამოყენებულ ინიციატივის მასალებში. ნიკოლაძემ დაინახა თბილისის ურბანული ფორმის საფუძველი ისტორიულად ჩამოყალიბებული მდინარის და გზის ხაზის ურბანული მნიშვნელობის ქალაქის განვითარებისათვის. მე-19 საუკუნის ამ ურბანული ეპიზოდის განხილვისას ჩანს, რომ ისტორიული ქალაქის ურბანული ფორმის გენეტიკა წარსულშიც მუშაობდა და ამჟამადაც მუშაობს. შესაძლოა ამიტომაა, რომ ცნობიერების ნაკადის ამჟამინდელი მონაწილენი ხშირად ალბათ გვეცნობიერედაც ემორჩილებიან თბილისის ურბანული ფორმის სიგრძივობას და ქალაქს განივად ვერ და არ ანვითარებენ. საინტერესო იქნება დავაკვირდეთ, როგორ იყო გააზრებული მოქალაქეთა მიერ ურბანული ვითარება სხვა ქალაქების მშენებლობის სხვადასხვა პერიოდებში, განსხვავებულ ისტორიულ ეტაპებზე. თუმცა, ჯერ ვერ ნახეთ სხვა მილიონიანი ქალაქი, რომლის ისტორია, გეოგრაფია და მდინარეს გაყოლებული განაშენიანების სტრუქტურის ურბანული ფორმა გავდეს თბილისის ფორმას იმდენად, რომ შეიძლებოდა შევადაროთ ისინი ერთმანეთს. როგორც ჩანს, თბილისის ურბანული სტრუქტურა და ფორმა თვითმყოფადი და ორიგინალურია. მადლობა ყურადღებისათვის.